სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩაზე რჩებიან სამართალდამცველები, რჩებიან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს პროცედურა არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. პირველ რიგში მოგახსენებთ სახელმწიფო სტრუქტურების პოზიციას და ასევე მოგახსენებთ მოქალაქეების პოზიციას, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ, ეროვნული ჯორჯიას გადაღმების ჯგუფი დილიდან ესაუბრება აქ მაცხოვრებელ მოქალაქეებს. ისინი ამბობენ, რომ მათი ნაწილი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ნაწილი არის სოციალურად დაუცველი, ნაწილი არის უსახლკარო და შესაბამისად საჭიროებენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. სწორედ ამიტომ, იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან მათ წლების განმავლობაში, როგორც ამბობენ, სათანადო ყურადღება ვერ მიიღეს, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ წლების წინ ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე მიტოვებულ შენობა ნაგებობებში შესულიყვნენ. ისინი ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება, თუმცა გამოუვალი მდგომარეობის გამო განმარტავენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. მოქალაქეები ეროვნულ ჯორჯიასთან საუბრისას განმარტავენ, რომ აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მათ არ აძლევენ უკვე საათების განმავლობაში შენობაში შესვლის უფლებას, იმ არგუმენტით, რომ შენობა არის ავარიული და შესაძლოა ჩამოინგრეს, თუმცა ამ ვერსიას ადგილობრივი მაცხოვრებლები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, პირადი ნივთების გამოტანის უფლება უნდა ჰქონდეს და ასევე განმარტავენ, რომ ყველა მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აქვს ღირსეული საცხოვრისის უფლება. ბოლო საათების განმავლობაში აქ არაერთხელ დაიძაბა ვითარება სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი განმარტავს, რომ ზოგიერთი მაცხოვრებელი მზად არის დაკმაყოფილდეს იმ შეთავაზებით, რაც მათ მიიღეს სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ საცხოვრისის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს დილით აღსრულების ბიურომ გააკეთა მათი მისამართით, არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება და არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმებს. ისინი ასევე უყურადღებობაში ადანაშაულებენ სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძოდ ასახელებენ ასევე თბილისის მერიასაც, განმარტავენ, რომ არაერთი განცხადება შეიტანეს დედაქალაქის მთავრობაში, ასევე მიმართეს მუნიციპალური ორგანოს სხვა ქვეუწყებებს, ამ შემთხვევაში გამგეობებზე არის საუბარი, თუმცა პასუხი კონკრეტული მათი მხრიდან არ მიუღიათ. ასევე აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილების შემდგომ უწყების წარმომადგენლები აქედან სპეციალური მანქანებით, მათ მიაქვთ სპეციალური მანქანებით მოქალაქეთა პირადი ნივთები, როგორც ისინი ამბობენ, შესაბამის მისამართებზე. არაერთი პრეტენზია გაისმა დღეს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების მისამართით. ისინი მოითხოვენ აქ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების და ქალაქის მერის კახა კალაძის მოსვლას და ასევე ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს პირობა არ დაკმაყოფილდება, თუ არ შესჭირდება გამოსახლების პროცედურა, თუ ისინი არ დაკმაყოფილდებიან შესაბამისი ალტერნატიული ფაქტებით, მაშინ თბილისის მერიასთან დაიწყებენ უწყვეტ საპროტესტო აქციებს შარტავას ქუჩაზე და ამით გამოხატავენ პროტესტს, როგორც ისინი ამბობენ, იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი ხვდებიან ამ დღეების განმავლობაში. მერი რომ მოსულიყო აქა და ამ ხალხს დასაუბრებოდა, არ იყო ამდენი სპეცნაზი, ამდენი პოლიცია საჭირო, ჩვენ უბრალოდ გაჭირვებული ხალხი ვართ აქა, არ იყო ამდენი სპეცნაზი საჭირო და ამდენი ქუჩის გადაკეთვა არ იყო საჭირო, მოსულიყვნენ ბატონო და შემოეთავაზებინეთ რამე აქ თუ მოვკვდები და არ იცხოვრება, შემომთავაზონ რამე ისეთი, სადაც არ მოვკვდები. ნუ თუ არა აქვთ ამის უფლება, რომ სადმე გამოხორი 3-4 სულიანმა ოჯახმა რომ დაჯდე და იცხოვრო ნორმალურად. მაგრამ ამის სურვილი არ გააჩნიათ მაგრამ. თუნდაც ჩვენი შემოუთავაზებია 300 კვადრატები, 200 კვადრატები, 100 კვადრატები შემოუთავაზებია. თუნდაც მილიონობით უნდა ჩვენ. აი აქ გვინდა და სხვა არაფერი. ჩვენ გვინდა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. 2020 წელს შეისყიდეს ეს ტერიტორია, ვინაიდან აქ აღმოჩნდა ხელისშემშლელი პრობლემა ის, რომ ჩვენ შევსახლით და ჩვენ ვცხოვრობთ. ვერანაირად მერიამ მსუბუქი სახით იყო რაღაც საუბარი, იყო შეთავაზება ქირით გაყვანაზე 300 ლარის თანხა
ხანხის ოდენობით 3-დან 5 თვემდე, მაგრამ 5 თვის შემდეგ ისევე ამ პრობლემის წინაშე წარსვგებოდით. ანუ ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობა და მაჩვენებელი რაც არის მსგავსი ქმედება რო ყოფილიყო, მივესალმებოდი იმას, რომ ის სოლიდური თანხები, რომლებიც ბანკის საფუძველზე, ლომბარდების საფუძველზე ავიღეთ ჩვენი სესხები და განვახორციელეთ აქ მშენებლობა, მსგავსი რეაგირება რო დროულად ქმედებადი ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა. რაღაცა მსუბუქი საუბარი იყო, ალტერნატივას რაც შეეხება მერიიდან, როგორც გითხარით, მხოლოდ ქირით გაყვანა 3-დან 5 თვემდე 3 თვის განმავლობაში. მეტი არა, არანაირი ხანგრძლივი პროცესი 3 ან 5 თვის შემდეგ ჩვენ ისევ ქუჩაში აღმოჩნდებოდით. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურების პოზიციას, აღსრულების ბიურომ გარდა იმისა, რომ დღეს დილით გაავრცელა განცხადება, ასევე უწყების წარმომადგენლებიც მოვიდნენ თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში. მათი განმარტებით შენობა ნაგებობა, რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონის თვალჭრელიძის ქუჩაზე პირველ ნომერში, არის ავარიული და ამას მათი თქმით ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. კერძოდ კი შენობა არის მეოთხე კატეგორიის ავარიულობის და მასში ცხოვრება, როგორც უწყება განმარტავს, არის ავარიული. ასევე მათივე თქმით და მათივე პოზიციით შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მოსახლეობასთან მთელი ამ თვეების განმავლობაში, ხოლო გამოსახლების პროცედურა მიღებულია 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ეს არის უწყების პოზიცია, რასაც მოქალაქეები არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან. ასევე პასუხად იმაზე, რომ თბილისის მერი უნდა მოსულიყო თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში, დედაქალაქის მერი კახაკალაძე ამბობს, რომ ის აქ მოსვლას არ აპირებს და განმარტავს, რომ ეს შენობა, რომელიც ახლა კადრში ჩანს ჩემს ზურგს უკან, არის კერძო საკუთრება, მასთან არანაირი კავშირი არ აქვს მუნიციპალიტეტს, შესაბამისად, როგორც კახაკალაძე ამბობს, ყველა ის ბრალდება, რომელიც ისმოდა მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის მისამართით, არის უსაფუძვლო. ამ პოზიციას ასევე დედაქალაქის მთავრობის პოზიციას არ იზიარებენ მოქალაქეები. პროცედურა სახელმწიფოს განმარტებით კი არის ასეთი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს მიხედავს ჯანდაცვის უწყება, თბილისში რეგისტრირებულ პირებს მუნიციპალიტეტი ანუ თბილისის მერია, ხოლო დანარჩენ პირებზე პასუხისგებლობას ჯერჯერობით არც ერთი უწყება არ კისრულობს და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები წარიმართება. რაც შეეხება მოქალაქეთა პირად ნივთებს, რომელთა გამოტანის საშუალება აქ მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ ამ საათების განმავლობაში, აღსრულების ბიურო განმარტავს, რომ სპეციალური მანქანებით ეს ნივთები იქნება გაატანილი შესაბამის მისამართებზე, რომლებზეც მათ ანუ მოქალაქეებს ეცნობებათ მოგვიანებით. ფაქტობრივად შვიდ სიტუაციაში მიმდინარეობს აღსრულებო პროცესი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილზე მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმაა მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ასევე კრედიტორისგან. აქ გულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას, თბილისის მერიის შეთავაზებას და კრედიტორის შეთავაზებას, რაც გულისხმობს აქ მცხოვრები პირების, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი, განსახლებას ან მათთვის კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემით, ან ქირით უზრუნველყოფის. აღსრულების ეროვნული ბიურო ჩართულია და ეხმარება აქ მყოფ პირებს, რომ მათი მოძრავი ნივთები გადატანილი იქნას იმ მისამართებზე, რასაც ეს პირები მიგვითითებენ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგების პროცესმა გამოიღო შედეგი და ამ წუთასაც კრედიტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმისთვის, რომ აქ მუდმივად მცხოვრები პირები არ დარჩნენ ქუჩაში. როგორც თქვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ეხმარება მათ, რომ მათი მოძრავი ნივთები გადატანილი იქნას შესაბამის მისამართებზე. რაც შეეხება დღეს პროცესის წარმართვის საფუძველს, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პირველი მიზეზი, რატომაც დღეს აღსრულების ეროვნული ბიურო მხარდამჭერ უწყებებთან მისამართზე მოვიდა, გახლავთ ის მდგომარეობა, რაც გააჩნია შენობა ნაგებობებს. ვიზუალურადაც იმჩნევა, რომ საშიშია საცხოვრებლად, თუმცა ეს არ არის სარიელი სიტყვები და ამ გარემოებას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია, უარგისია საცხოვრებლად და შესაბამისად საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. მერიასთან დაკავშირებით გაჟღერდა ძალიან ბევრი ბრალდებული მერია დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო საკუთრებას მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა ნაგებობაში იყო შეჭრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა, შენობა არის ავარიული
შესაბამისად საჭიროა მისი გამოთავისუფლება. პირველ რიგში ხა გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა, 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ. სახელმწიფო უწყებებს და მოქალაქეებს, როგორც მოისმინეთ, ერთმანეთისგან საწინააღმდეგო პოზიციები გააჩნიათ. მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამბობენ, რომ თბილისის მერიასთან გამართავენ საპროტესტო აქციებს. აქვე გეტყვით, რომ დღის პირველ ნახევარში, როდესაც სიტუაცია თვალჭრელიძის ქუჩაზე დაიძაბა, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით 173 მუხლით დააკავეს 4 პირი. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს შინაგან სამინისტრო. დამატებით დეტალები იმასთან დაკავშირებით, სად არიან გადაყვანილები დაკავებულები, ჯერჯერობით უცნობია.